მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. მისი საშუალო სიშორე დედამიწიდან 384,399 კილომეტრია. ადამიანი მთვარეს მხოლოდ ერთი კუთხით ხედავს. არავინ იცოდა როგორი იყო მთვარის ბნელი მხარე, სანამ 1959 წელს ხელოვნურმა თანამგზავრმა ფოტო არ გადაუღო. მთვარე უსიცოცხლო ბურთია, სადაც არც ატმოსფერო, არც წყალი და არც სიცოცხლეა. მისი გრავიტაცია, ანუ მიზიდულობის ძალა, 5-ჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე დედამიწისა. თუმცა იმის გამო, რომ მთვარე დედამიწასთან ასე ახლოსაა, ჩვენს პლანეტაზე ის ბევრ მოვლენას განსაზღვრავს. საიდან გაჩნდა ის? ყველაზე უფრო გავრცელებული მოსაზრების თანახმად, დედამიწას გაჩენიდან ძალიან მალე უზარმაზარი ასტეროიდი შეეჯახა. ძლიერმა დარტყმამ პლანეტის უშველებელი ნაწილები კოსმოსში გადღორცნა. გრავიტაციულმა ველმა ნამტვრევები შეერთა და სწორედ ასე წარმოიქმნა მთვარე. ათასწლეულების მანძილზე ადამიანებს წამდათ, რომ მთვარე დედამიწაზე სიცოცხლის სხვადასხვა სფეროზე ახდენს გავლენას. ფიქრობდნენ, რომ მთვარის ფაზები მცენარეებზე, ცხოველებსა და ადამიანებზეც კი მოქმედებდა. ზოგი გამოკვლევა, როგორც ჩანს, მცენარეების ზრდას მართლაც უკავშირებს მთვარის რიტმებს, მაგრამ ამაში ბევრი მეცნიერი დარწმუნებული არ არის. არის რაღაც ხრიკები, რის გარეშე ჩვენ არც ვთესავთ, არც ვაკალმებთ და მნიშვნელოვან სამებაღეო სამუშაოებს მთვარის კალენდრის გარეშე არ ვასრულებთ. თესვას როცა იწყებ, იმ თესვის წარმატებაზეა დამოკიდებული შენი მთელი წლის წარმატება შემდეგ, ხო? ისე რომ ზაფხულში ასე ყვაოდეს ბაღი, როგორც ეხლა ყვავის, ეს იმ თესვის და აღმოცენების წარმატებაზეა დამოკიდებული. ამიტომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტებს, როგორიც არის თესვა მაგალითად, ძალიან ვათავსებთ და ვათანხმებთ მთვარის კალენდართან და ყოველთვის ამას სავსე მთვარეზე ვცდილობთ. დაკვირვება და გამოცდილება აჩვენებს იმას, რომ სავსე მთვარეზე დათესილი თესლის 95% აღმოცენდება ხოლმე, თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები არ არის და იგივე ხარისხის, იგივე ვადით, იგივე წესების დაცვით დათესილი ნათესარი ძალიან გაფუჭდება ხოლმე სხვა მთვარეზე დათესილი. ეს ძალიან აპრობირებული, ცნობილი და გამოცდილი მეთოდია. ადამიანებზე უდიდესი როლი აქვს მთვარის ფაზებს. იცით, თქვენ ალბათ თქვენ თვითონაც გამოგიცდიათ და ყველას გარშემო. ხო არის ასეთი მომენტი, რომ დილას დგები, ხარ მოდუნებული, დაღლილი, თითქოს ვერ გამოიძინე. ზოგ დღეს კიდე დგები, ხარ ენერგიაზე და უშუალოდ ხო კარგად გძნობ თავს. რო დაუკვირდეთ ამას, მიხვდებით, რომ ეს პროცესი არის ციკლური. და კიდევ უფრო რო დაუკვირდეთ, მიხვდებით, რომ მთვარის ფაზაზეა დამოკიდებული ეს პროცესი. ახლა მთვარობა კოსმოსის თვალსაზრისით ეს არის ის პერიოდი, როცა სამყარო დუმს, ენერგეტიკა არის დაქვეითებული, ადამიანი არის მოდუნებული, ელოდება თითქოს რაღაცას, აი ესეთი სიმბოლიზმი აქვს ამას. ახლა მთვარობა იყო, რომ ერთ ხაზზე იყვნენ მთვარე, მზე, მთვარე და დედამიწა. იყვნენ აი ასე ერთმანეთთან ერთ ხაზზე, მაგრამ შორდება მთვარე მზეს, იკრებს ძალას, შესაბამისად ენერგეტიკა იზრდება. და ემოციური ფონი არის მაღალი და ადამიანს გონია, რომ ყველაფერი შემიძლია 180 კმ/სთ-ში ვიარო სიჩქარე დაუშვა და მე რა მოხდა? აი ასეთი დემონსტრაცია ხდება. ამის გამო ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, საგზაო შემთხვევები იზრდება, რა თქმა უნდა, ამის გამო იძაბება, შეიძლება უпростоრე დაიძაბოს პირადი ურთიერთობები, იმიტომ რომ ემოციური ფონია მაღალი და ამ დროს გინდა, რომ ყველაფერი მაგ დროს გახსენდება და მაგ დროს გინდა, რომ გამოავლინო შენი საკუთარი თავი. ჯერ კიდევ წინა საუკუნეში სჯეროდათ, რომ სავსე მთვარის დროს პაციენტისთვის სისხლის გადასხმა არ შეიძლებოდა. თითქოს არანაირი კავშირი არ უნდა არსებობდეს მთვარის ფაზებსა და გულსისხლძარღვთა სისტემას შორის. თუმცა ექიმებმა ქირურგიული ოპერაციების ჩატარებისას აღმოაჩინეს, რომ განსაკუთრებით ხშირად სისხლდენის ფაქტები სავსე მთვარის დროს შეიმჩნეოდა. ყოველ ღამე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი საწოლიდან დგება და გაუცნობიერებლად მოქმედებს.
ლუნატიზმი, მოვლენა, რომელსაც მეცნიერები ბოლომდე ვერ ხსნიან, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 2%-ს აწუხებს. ლუნატიზმი როგორც ასეთი უძველესი დროიდან მოყოლებული უცნაურობაა, რომელიც ადამიანს ახასიათებს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მთვარეულებს ნებისმიერი ქმედების ჩადენის დროს ძილში თვალები ღია აქვთ. სამედიცინო ლიტერატურაში ძილში სიარულს სომნამბულიზმის სახელით იცნობენ. ეს ტერმინი ლათინურიდან მოდის და პირდაპირ თარგმანში სიზმარში მოსეირნეს ნიშნავს. როგორც წესი, მთვარეულებს შეტევა ეწყება ჩაძინებიდან 1 ან 2 საათის შემდეგ. შეტევის დროს პაციენტი საწოლიდან დგება, თუმცა კარგად დაკვირვების შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ უმეტყველო და გაოგნებული სახის დანახვა. ამ დაავადების წინააღმდეგ წამალი ჯერ არ გამოუგონიათ. მისი მკურნალობა შეიძლება მხოლოდ სპეციალისტების კომპლექსური დახმარებით. რაც შეეხება თვითონ ტერმის დაავადება, ეს დაავადება არ მოიხსენიება, ეს პარასომნია, გულისხმობს იმას, რომ დარღვევა არ არის. ეს არის ძილის გარკვეული ფორმა. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს არის იმ მოქმედებების გამოხატულება, რომელიც სიფხიზლის დროს ადამიანმა შეაკავა და გამოვლინდა მერე ძილში აი ასეთი მოქმედებების სახით, როდესაც უკვე ქერქის გავლენა ან ცნობიერის გავლენა შემცირებულია. ძილში აქტივობები ეს არის ძირითადად პარასომნიების ჯგუფში შემავალი რამოდენიმე მდგომარეობა, კერძოდ ეს არის ღამის შიშები, როდესაც უეცარი გამოღვიძება, ვერ ერკვევა ადამიანის ადიმყოფება აქვს, ეგრეთ წოდებული შუშის თვალები. მეორე ფორმაა სომნამბულიზმი, როდესაც დგება და გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებს ძილის დროს. აბსოლუტურად არანაირი კავშირში არ არის სავსე მთვარესთან, ეს არის ხალხური გამოთქმა, ასევე ხალხური თქმულებებია ის, რომ დადიან სახურავზე ან ჩადიან ეზოში, აკეთებენ რაღაც სიძრთულ მოქმედებებს. ძირითადად სომნამბულიზმი შემოიფარგლება რამოდენიმე ნაბიჯით საწოლის გარშემო, ან შესაძლებელია სახლის პირობებში რამოდენიმე ოთახში გავიდეს ან გამოვიდეს. აი ეს არის სულ რაც ახასიათებს სომნამბულიზმს. და ბოლოს, სამყარო ერთიანი და განუყოფელი სისტემაა, რომლის ნაწილებს მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან. რომელიმე მათგანის ცვლილება გავლენას დანარჩენების განვითარებაზეც ახდენს. ამის გამოა, რომ ციური სხეულები როგორც მთელს კაცობრიობაზე, ისე ცალკეული ადამიანების ცხოვრებაზე მოქმედებენ. ასე რომ კარგი იქნება დრო და დრო ავხედოთ ცას და მთვარის ფაზების მიხედვით ჩვენს გეგმებში კორექტივები შევიტანოთ.